ჩვენ საზოგადოებას არ ესმის თვითონ სიტყვათა მნიშვნელობა და არსი პრობლემისა. ვერ აიგზალა, ვერ მოსპობ ამ ყველაფერს. როგორც ცოდვის დაკანონება, ლეგალიზაცია არის შეზღუდვა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მანამდე არასწორად ითვლებოდა, გახდა დაშვებადი. რელიგიური ადამიანი არასდროს არსებობდა და არც იარსებებს. უმოკლესი გზით ეძიო ნეტარება. აგრესიული ნარკოპოლიტიკა რო არ ამართლებს, აგერ, რა ვიცი, მეტი რამდენი სიკვდილი, მეტი რამდენი გავრცელება. ეს ხო მოსპობს კრიმინალს. სკოლის მოსწავლეებში განსაკუთრებით აღიკვეთოს რამენაირად ნარკომანიისკენ მიმავალი გზა. ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვანაირად ისწავლება. პირდაპირ საღვთო ჯულიც კი ისწავლება. ავადმყოფის სტიგმატიზირება და გარიყვა ეს არ არის ქრისტიანული საქციელი, პირიქით რეალურად ქრისტიანი საქართველოში ძალიან ცოტა არის. ვინც არ ჭამს და ასვამს ჩემს სისხლს და ხორცს, მასთან კავშირი არ მაქვს იძახის იესო ქრისტე. მოგესალმებით, დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ნარკოდამოკიდებულება საქართველოში. ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და საბოლოო ჯამში დიდ ზიანს აყენებს ჩვენ საზოგადოებას, როგორც ინდივიდებს, ასევე მთლიანად ერს და სახელმწიფოს. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გვქონდა უკვე გარკვეული საუბრები, გარკვეული ჩანაწერები, რომლებსაც საბოლოო ჯამში ერთად მოუყრით თავს და დღეს კი გვინდა უკვე მამა ლევანთან ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხზე. დიდი მადლობა მამა ლევან, თქვენ უკვე მეორედ იმყოფებით ჩვენთან სტუმრად და მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია მოვისმინოთ და გავიზიაროთ თქვენი აზრები. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც გამოიარა 1990-იანები და ნახა თუ რამდენად შეუძლია იმოქმედოს თაობებზე, აი ამ დაავადებამ, დამოკიდებულებამ, სენმა, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ რო გავიმეოროთ და დღეს სამწუხაროდ ვუყურებთ ერთგვარ ხელმეორე აფეთქებას აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, სხვადასხვა სოციალური წრის ჯგუფის წარმომადგენლები თითქმის ყველგან არის მოდებული ის და თან იმ ფონზე, როდესაც დღევანდელობაში ინტერნეტის, სმარტფონების და ციფრული სამყაროს, ასე ვთქვათ, უფრო განვითარების ფონზე მისი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით არის გაზრდილი, ისევ და ისევ მათ შორის არასრულწლოვანებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის, ეს იწვევს მრავალ პრობლემას, თავი რომ დავანებოთ უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებსაც ზოგადად თლიანად ერს ეხება, ის რომ ერს ეხება თავისთავად არაკნინებს პიროვნულ სიმძიმეს აი ამ დაავადების და მოკლედ გვინდა რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. ამ საკითხზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეკლესიის და სარწმუნოების გადმოსახედიდან როგორ შეიძლება იყოს საკითხი დანახული, რა პრობლემები არის და როგორ შეიძლება ამ საკითხის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. მამა ლევან, პირველი კითხვა იქნება ასეთი, ზოგადად რა ხედვა აქვს ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას ნარკომანიასთან დაკავშირებით. აღიქვამს ამას როგორც ცოდვას, რომელიც პიროვნულია უფრო და ადამიანს შეეხება თუ იმ კატეგორიაში გადის, სადაც დაუშვათ ცოდვა დანაშაულიც კი არის და უკვე სხვებისთვის ზიანის მიმყენებელი, ასე ვთქვათ, გარემოებაც. ზოგადად რა ხედვა აქვს სარწმუნოებას ნარკომანიასთან დაკავშირებით? კეთილი, უღრმესი მადლობა, მადლობა მოწვევისთვის. მართლაც აქტუალური თემა არის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი სოფლიოსთვის, კაცობრიობისთვის შეიძლება ასეც ითქვას. ქრისტიანული პოზიცია ნარკომანიის და ზოგადად აი ამ ასეთი თრობითი საშუალებების მოხმარების მიმართ, ცალსახა არის, მაგრამ პასუხიც ორგვაროვანი არის. ერთი არის ძალიან შემიძლია მოკლედ ვთქვა, თუ რაში მდგომარეობს და როგორ უყურებს ქრისტიანობა, რომელიც ურწინადებას ჩაეტევა, არის ვრცელი პასუხი, რომელიც უფრო სიღრმისეული არის და არა მარტო ნარკომანიის ცოდვის გაგების შუქს მოფენს, ვთქვათ, მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, არამედ პრობლემის ნამდვილ არსს დაგვანახებს. ერთ მოკლე პასუხი ესეთი არის, რომ რა თქმა უნდა, ცოდვა არის ნარკომანია და ნარკომანია ხდება უკვე საზოგადოებისთვის საშიში, თუ კი ის კრიმინალს ჩადის, რა თქმა უნდა. ეს გავრცელება იქნება, ეს თუ ნარკოტიკებისთვის მომსაპოვებლად, ვთქვათ, სახსრების არაკანონიერი გზით მოპოვება და ეს რა თქმა უნდა კომპლექსი არის და არ არის მარტო, მაგრამ თუ მარტო ნარკომანიას მომხმარებელს ავიღებთ, ვთქვათ, ხო, ქრისტიანული პოზიცია ამ შემთხვევაში არის იმგვარი, რომ
იგივე პავლე მოციქული იძახის და კლასიფიკაციაზე ლაბარაკი წოდებისა რა, რომ ვერც ლოთი, ვერც მრუში, ვერც ქურდი, ვერც მატყუარა, ვერ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს გვეუბნება პავლე მოციქულია რა. აქ ლაბარაკია არა მდგომარეობაზე, თქვა ხან ესეთი ვიღაცა მოხმარებელი, არამედ მოუნანიებელ მდგომარეობაზე ლაბარაკი. თუ კი ადამიანი ასეთი მდგომარეობით გავა, მნიშვნელობა არ აქვს, ხა ლოთი იქნება, ну ლოთობა ამ შემთხვევაში ნარკომანია შეიძლება შევადაროთ, იმიტომ რომ თრობის საშუალება არის, ხო? მაშინ არ იყო ესე თქვა ესეთი თემა ზოგადად ნარკომანია. რა თქმა უნდა, ეს ცოდვა არის და მოუნანებელ მდგომარეობაში გასული ამგვარ მდგომარეობაში აღსრულებული ადამიანი სასუფეველს ვერ იხილავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკომანი ზოგადად ვერ ცხონდება და სასუფეველს ვერ იხილავს. არამედ თუ არ შეინანა, თუ არ გამოსწორდა, აი ამაზეა საუბარი. არა, ეს არის მოკლე პასუხი, რომ ქრისტიანობა რა თქმა უნდა უყურებს ამას როგორც ცოდვად და შესაბამისად ეს მარტო პირადი მოხმარება ხო არა, ეს მთელი კოლოსალური ბიზნესია და სოფლიო ისტორიაში ეს, რა ვიცი, ისეთი ბიზნესია, რომ მე მგონი იარაღის ვაჭრობის შემდეგ მეორე ბიზნესი არის სოფლიოში შემოსავლების თვალსაზრისით რა. მე მოდის პროსტიტუცია ომების მიზეზის გავხდარებში. რა თქმა უნდა, ნუ ხლა ოპიუმის ომები ცნობილია, ხა თაბაში იწყებოდა კაცობრიობის ისტორიაში ფაქტობრივად ახალი ხილი იყო ეს და მაშინ ახლა ჩინეთი ფაქტობრივად ერთი საუკუნის სირცხვილს ახლაც ეძახიან ეს ჩინელები ამ პერიოდს ერთი საუკუნოვანი სირცხვილი მათი ქვეყნის ისტორიაში. ხო, ну ეს ისტორიული გადახრა ესე, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც შეეხება უფრო სიღრმისეულ ანალიზს, რატომ ისწრაფის ადამიანი ზოგადად გაქცევას რეალობისგან. ერთია რომ გაიქცეს რეალობისგან და ამის მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს, თქვათ, ბედურება, წარუმატებლობა და ბევრი, ну არ არის ეს ჩვენი დედამიწა, ეხლა იდეალური საცხოვრებელი ადგილი ადამიანისთვის, ხო, ეხლა ბოროტსაზე და დედებს ეს ყველაფერი და არ არის, ხო, უსამართლობა იქნება თუ ეს გაუტანლობა, ტკივილი, ბოროტება, ну ბევრი ფაქტორია, რომ ადამიანს მოუნდეს ამ ქვეყნიდან ამ ყოველშაბათში დროებით მაინც რაღაცნაირად გაბრუება საკუთარი თავისა. ეს ლოთობა იქნება, თუ იგივე ნარკომანობა, აი ამ პლასტედებს, ხო? ну ეს მიზეზები გასაგებია თუ რატომ აკეთებენ ამას. ну რა თქმა უნდა, ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კიდე შეიძლება უბრალოდ გართობის და უბრალოდ სიამოვნების მიღების. ეგეც არის რა თქმა უნდა. მცირე ასაკში განსაკუთრებით მიზეზი რა თქმა უნდა ბევრნაირი არის, მაგრამ მე ვამბობ საფუძველი, ანუ ეს სად დევს ეს, ხო? აი ამგვარ გაქცევას, ამგვარ სიამოვნების ძიებას იგივე წმინდა მამები ეკლესიის ისტორიაში სხვადასხვაგვარად აფასებენ და ეს რა თქმა უნდა ნარკომანიასთან მიმართებაშიც მუშაობს და სწორი არის. იმიტომ რომ ეხლა კიდევ ვიმეორებ, არ არის ხო მარტო ნარკომანია თანამედროვე კონტექსტით, რა თქმა უნდა ეს თანამედროვე პრობლემა არის, მაგრამ ეხლა იგივე ეგეთი საშუალებების მოხმარება ბუნებრივი ცხადია და არა ქიმიური. იგივე საქართველოს ისტორიაში არსებობს ხო ეს ფაქტები, ხო, უმრავ იგივე ჩვენ მეფეები ზოგიერთი, ყველა არა ცხადია იგივე, ხო? ლაშა გიორგი იქნება ეს თუ სიმონ პირველი, თქვა და სიმონ პირველი თლაც 300 კაცი შეაწყვიტა მწვანილის მოსაპოვებლად. ერთ-ერთი ხო და ну არის ხლა ვერ გავექცევით ამ მომენტებს, ხო, მაგრამ მე ესე წინამამებს დაუბრუნდები. ამ შემთხვევაში საუბრობენ იმას თუ აი ეს ადამიანის ძიება სიამოვნებისა. ერთია რომ გაქცევა და სხვა мотивация, მაგრამ ძიება, ანუ რატო ეძიებს, თქვა, ანუ ეს ხო ადამიანი ხო ჩვენ თანამედროვე მედიცინამაც კარგად იცის და ზოგადად ქრისტიანული ანთროპოლოგია ამაზე საუბრობს მეტნაკლებად, ხა, რომ ადამიანს უნარი გააჩნია ნებისმიერი სიტუაციისგან, სამყაროსგან, ბუნებისგან, ადამიანთან ურთიერთობისგან ეს ბუნებრივად მიიღოს ეს სიამოვნება და აკმაყოფილება, ეს არსებობს და ეს იგივე ჩვენი ჰორმონალური სისტემაც ამას სპეციალურად არის შექმნილი, რომ რაღაცა ეს უნარი კონდეს ადამიანს, რომ ამ ყველა ტრაგედიებში, ამ ყველა უსამართლობებში, ამ ყველა ბოლოტებაში რაც არსებობს სამყაროში, ხო, აი ეს მომენტი დააბალანსოს და უბრალოდ გადარჩენის საშუალება მისცეს, ხო, სეროტონინი იქნება და დოფამინი ამ ჰორმონებზე მაქვს საუბარი, არა? მაგრამ ეს წყურვილი, აი ეს ბუნებრივი საშუალებები რო არ აკმაყოფილებს ადამიანს და აი ძიება არის სხვადასხვა საშუალებებისა, წინამამები აღნიშნავენ ერთ საინტერესო გარემოებას. ეს არის ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ძიება სასופველის ნეტარებისა. ანუ აი ამგვარი ძიება არის. ის თვითონ სასופველში მომხდარი ის დაცემა, პირველი დაცემა რაც არის, ესეც ხო ფაქტობრივად
იყო ადამიანის სურვილი, სწრაფი, მყისიერი მიზნის მიღწევისა, ანუ ნეტარებაში ყოფნის ღმერთთან ჰარმონიულ ურთიერთობაში, რაც მას ეტაპობრივად უნდა მიეღწია. და აი ეს აკრძალული ხილის ნაყოფის მირთმევა, ჯერ ცდუნება გასაგებია და დახატვა რომ ამ სწრაფი საშუალებით ამ მარტივად იგივე შედეგს, იგივე საშუალება, იგივე მიზანს მიაღწევდა, ხო ეს სურვილი რა თქმა უნდა პოსტსამოთხისეული რეალობა არის. რუდიმენტული რეალობა დავარქვათ თანამედროვე ადამიანისა თუ რაც გინდათ ის დავარქვით, ეს ამგვარად აღიქვამს ყოველ შემთხვევაში წინამორბედები ამგვარად აღიქვამენ, სწორედ ამგვარ სწრაფვას შრომის გარეშე, ეტაპების გარეშე მოკლე დროში მიიღოს ის გამოცდილება, ის სიამოვნება, რაც ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად კიდე ის ნეტარება, რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობაში, სამარავილ ცხოვრებაში, რომელიც გადაიზრდება. მაგრამ სწრაფად უნდა ამის მიღება. ანუ მიზეზი და საწყისი, მოდი ესე ვთქვათ, საბოლოო ყველა თრობისა, ყველა გაქცევისა, ამგვარი გაქცევისა რეალობისგან და ამგვარი მყისიერი, სწრაფი გაბრუებისა და სიამოვნების მიღებისა თურმე, გვეუბნებიან პრინციპში ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ ეს არის აი ეს ძიება აი თან სწრაფად მიღებისა, სურვილი ძიება, რომ სწრაფად მიიღოს ის ნეტარება, დავარქვათ, ის кайფი, კი ბატონო, დავარქვათ, რაც რა თქმა უნდა, ხა მე იმის თქვა, რომ სასופველში ამგვარი кайფი არის, ცხადია. მე უფრო ვიტყვი რომ ამაზე უფრო მაგარი кайფი არის. კი და ეხლა კითხვაზე გადავდივართ. უფრო მაგარი кайფი არის. იმ გაგები ნეტარება თუ кайფს თუ кайფს. ქართულად თუ ვიტყვით ალბათ ესე გამოვა. თუ ამ სლენგს ესე ვთქვათ მაპატიებენ, ნეტარება ეს თუ როგორია მე არ ვიცი. ანუ რო აღწერო ახლა რომ აი ესეთია და მოდი დაველოდოთ ამ ყველაფერს. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამის შეგრძნება ამ ცხოვრებაში შესაძლებელი არის სწორი ქრისტიანული ცხოვრების გავლით. იმ სიხარულის, აი თუნდაც პატიების დროს, როცა ადამიანს გულწრფელად პატიება, იმ დროს ისეთი სიხარული და ნეტარება ჩაეღრება ადამიანს, რომ აი ეს ნამცეცებია, ეს ნამსხვრევებია იმ ნამდვილი ნეტარებისა, მაგრამ აი ეს სრული გათავისუფლება, სრული ჰარმონია, სრული აი ეს სიკეთის ჩაღვრა საკუთარ გულსა და სულში, ეს კიდევ ვერც ერთი ნარკოტიკი ამას ვერ ჩაანაცვლებს. და აი ამ ძიებებში კაცობრიობამ და განსაკუთრებით უკვე თანამედროვე ეპოქაში მე-20-21 საუკუნეში რა თქმა უნდა ეს სურვილი არსად არ გაქრა პირიქით ეს სურვილი ამგვარი ძიებისა და ამგვარი სწრაფებისა ოღონდ არა ქრისტიანული სწრაფებისა, ქრისტიანული ძიებისა ცხადია, მაგრამ ეს აი ის ქვეცნობიერი და ვარქვათ ამგვარი ძიებისა მიიყვანა კაცობრიობა და ამას კიდე ხელი შეუყრა რა თქმა უნდა იმას რომ თანამედროვე ტექნოგენეზისმა და ტექნოლოგიების განვითარებამ და გლობალიზაციამ მე ახლა არ გამიგოთ ისე რომ აი ამ ტექნოგენეზის და გლობალიზაციას რაღაცნაირად ნეგატიურად აღვიქვამ და არა რა თქმა უნდა არანაირად უბრალოდ მე აი ამ მოცემულობას აღწერ ახლა ამ შემთხვევაში რომ ამ თანამდები შედეგი არის და განსაკუთრებით ამ ჩვენ კაცობრიობის მომხმარებელ საზოგადოებად გადაქცევამ ხო ანუ რა ხდება ნებისმიერი სერვისი ხელმისაწვდომი არის, მარტივი არის, კომფორტული არის, სასიამოვნო არის. ხო, აი ამან ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ეს სურვილი კი არ ჩაკლა, რომელიც ეს აი ამ გარდა აი ამ კომფორტისა, რაც კაცობრიობამ და ძალიან სკაია რომ მოიწყო, რა თქმა უნდა. ცუდი ამაში არაფერი არ არის. მაინც დატოვა კი არა და უფრო გაათმაგა სწორედ აი იმგვარი ძიებები, იმ სიამოვნების თუ რაღაცა ძიებები, ამის მიღმა ძიებები, რომელიც გამარტივდა ამის მიღებაც, რა თქმა უნდა. გამარტივდა ტექნოლოგიურადაც გამარტივდა, უამრავი ხელოვნური ნარკოტიკი არსებობს და ასე შემდეგ. ხო, ამან გაამარტივა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ გაამარტივა ეს და ხელმისაწვდომობას გაამარტივა, რა თქმა უნდა. ტრანსპორტირებას გაამარტივა და რა ვიცი, ყველაფერი ეს ადვილი მოსაპოვებელი არის ადამიანისთვის, ხო? ხო და რისი თქმა მინდა, რომ თანამედროვე არა მარტო ნარკოტიკებში, ამ შემთხვევაში ნარკოტიკებზეა საუბარი, არამედ ოდესაც ეპოქა 21 საუკუნე და ეს დაიწყო 19 საუკუნის ბოლოდან და უკვე ეს მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი და ეს როდესაც სამყარო, ძიებებში არის, ფილოსოფიურ თუ იდეოლოგიურ ძიებებშია თუ ცხოვრების მოწყობის ახალ რელსებზე გადასვლის ძიებებზე, რა თქმა უნდა, მას იდეოლოგიური საყრდენი ყოველთვის სჭირდება და ეს პროცესი მიიყვანა იქამდე, რომ ადამიანებისთვის უკვე არსებული ის ღირებულება, მაგალითად ქრისტიანობა თუნდაც, ხო? რაღაცნაირად დევალვირებული აღმოჩნდა. შეგნებულად თუ
თუ შეუგნებლად ამას ხაზს ვარ, იმიტომ რომ იყო შეგნებული მსვლელობები ამისი დისკრედიტაციის და იყო არსებული მოცემულობა, ეპოქის სული დავარქვათ, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, ხო? აქედან გამომდინარე მივიღეთ ის, რომ ის ღირებულებები, ის ფასეულობები, რაც სამყაროში არსებობდა, უცებ არ თუ კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ გამოცხადდა მავნე რეტროგრადულ ჩვევებად. და შესაბამისად ახალი ჩანაცვლება ხდება სხვადასხვა იდეოლოგიით, ახალი ჩანაცვლება ხდება და ორიენტირი ამ ახალი იდეოლოგიის ხა აღარ მოყვები ვის და როგორ და ეს მეტნაკლებად ცნობილი არის, ხო? მეტნაკლებად, ანუ ის რომ ადამიანი არის სუვერენი საკუთარი თავისა და უფლებისა და რაც უნდა მას უფლებები გააქვს, ანუ უფლებების ჭრილში გადაიზარდა აი ამ საკაცობრიო, მოდი ესე ვთქვათ, ცივილიზაციამ, რომელიც თავისთავად რა თქმა უნდა ცუდი არ არის, მაგრამ კიდევ იმ პროცესს აბსოლუტიზირება ხდება ამ ყველაფრისა, აი ეგ არის უკვე ცუდი, იმიტომ რომ თუ კი მე ჩემი სხეული მე მეკუთვნის და ყველაფერი ჩემია და რასაც მინდა ამ სხეულს მე დავმართებ, მაშინ ნარკომანიაც ლეგიტიმური არის, მრუშობაც ლეგიტიმურია და ნებისმიერ სხვა რამ რაც შეიძლება საკუთარ სხეულს ადამიანმა დამართოს, რა თქმა უნდა. ეგ ერთი მხარე, მაგრამ იქითკენ მივდივარ, რომ ეს მაინც ყველაფერი მიდის აი იმ ძიებისკენ, რომ ადამიანმა ამ ცხოვრებაში, რომელიც არ არის კიდევ ვიმეორებ, არ არის კომფორტული ეს ადამიანისთვის საცხოვრებლად, რაღაცნაირი ეს ეძიოს რაღაცა ის სიამონება, რომელიც მას რაღაცა დაკმაყოფილებას, დროებით მაინც დაკმაყოფილებას მოუტანს, პრობლემებისგან გაქცევას მოუტანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ თანამედროვე და არა მარტო თანამედროვე სამყარომ შესთავაზა ადამიანს პრობლემის მოგვარების აი საშუალება, რომელიც ეფექტური საშუალებაა იმ თვალსაზრისით, რომ აგერ გითხარით მეორე ბიზნესი არის, ხო, შემოსავლების, ანუ ესე იგი მოსახლეობა დედამიწის პლანეტარული მასშტაბით ეს უდიდესი რაოდენობა ადამიანების. ანუ შესთავაზა მას ამ გზის პოვნა და ეს და არა მარტო ამ საკითხში, სხვა საკითხებში, თუ კი ჩაანაცვლება ხდება ქრისტიანობის სხვა რაღაცეებით, მნიშვნელობა არ აქვს რისი უკვე რითი. ეს უკვე სუროგატი არის და აი ამ სუროგატს ნივთიერებების კუთხით იქნება, სერვისების კუთხით იქნება, იდეოლოგიის კუთხით იქნება თუ სხვა ნებისმიერ მიმართულების, რა თქმა უნდა, კაცობრიობა კარგად ჩაეჭიდა და გახდა ისედაც მომხმარებელ საზოგადოებად ვიქეცით ახლა და რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ერთ-ერთი სერვისი არის, მოდი ესე ვთქვათ, უკვე მათ შორის ნარკოტიკული თხრობა მიწოდება მომხმარებელი მოთხოვნა მიწოდების საკითხით ჩვეულებრივი ბიზნესი არის, მოდი ესე აბსოლუტურად. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მეც ვთქვი, რომ ქრისტიანობა ნამდვილი სიამოვნება არის, ამისი დარწმუნება საკმაოდ გაჭირდა, იმიტომ რომ ბევრი სუროგატია ჩანაცვლებული ამ ქრისტიანობის შესაცნობად. ანუ და კონკურენტი ახლა როგორ ვთქვათ, იდეაში არ არის კონკურენტი არანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი ირჩევს სხვას, სუროგატს და აი ამ მათ შორის რელიგიური სუროგატი, ანუ სხვა რელიგიების, არაქრისტიანული რელიგიების, ფსევდოქრისტიანული რელიგიების, თქვათ, აი ამით აქაც იგივე არის. ანუ პრობლემას ადამიანი გაეცნოს, მისთვის კომფორტული გახდეს რაღაცა გარემო, მისთვის, ანუ ესეც სიამოვნების ერთი ფორმა არის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას მას პირად ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში და ასე ნარკოტიკის სხვა სიამოვნება არის. ის სხვა იდეოლოგია კიდე სხვა სუროგატია, რომელიც ადამიანს, საბოლოო ჯამში ამ სუროგატების წვეობაში ვარ ჩვენ თანამედროვე კაცობრიობა, ასე შეიძლება ითქვას და ფაქტობრივად ნარკომანია რაღაცა ერთი კონკრეტული პრობლემა კი არ არის, არამედ ურთულესი კომპლექსური პრობლემა არის, როგორც საღვთისმოწყალო კუთხით დანახული, ასევე რა თქმა უნდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში და გლობალურ ჭრილში. კი ბატონო, აი თქვენ რაც თქვით იმ საკითხზე, რომ ქრისტიანობის ჩანაცვლება რო დაიწყო, უბრალოდ რელიგიამ უკან რო დაიხია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრებიდან, როგორ მოხდა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ ასეთ ვითარება დადგა, რომ მართალია ადამიანი მანამდეც აკეთებდა ყველაფერს, რაც შესაძლებელი იყო იდეაში, რაც ფიზიკურად შეუძლია ადამიანს გააკეთოს, ყველაფრის გაკეთების საშუალება ყოველთვის ჰქონდა. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ის მექანიზმი, ასე ვთქვათ რა, დავარქვათ, რომელიც გეუბნება რა არის გასაკიცხი და რა არის სწორი და რა არ არის სწორი, ეს რომ უკვე მოიშალა, თითქოს უკვე ნებისმიერი ქმედება, რომელიც მანამდე არასწორად ითვლებოდა, გახდა დაშვებადი და გასაკიცხი, რახან აღარ არის, უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა, მათ შორის ამ ქმედებებს, რომ თავი ეჩინა და უფრო გავრცელებულიყო. ალბათ ერთი
ზოგადი პრობლემა ესეც არის მას შემდეგ რაც რელიგიის როლი შესუსტდა ადამიანების ცხოვრებაში, რაც ერთ-ერთი პროცესია, რა თქმა უნდა, ალბათ ჩვენი განვითარების და ადამიანების და ამ პროცესის შემდეგ ვნახოთ სად მივallt. ეხლა შეიძლება უკვე პირიქითაც დაიწყოს უფრო მეტად შემოვიდეს რელიგია ადამიანების ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, რაღაც მომენტში ეს აუცილებლად დაიწყება, თუ უკვე დაწყებული არ არის და ამის ნიშნებს ვხედავთ კიდევ შეიძლება შემოსული და არელიგიური ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს. დედამიწის ზურგზე მეორედ მოსვლამდე არ იქნება ადამიანი ათეისტი ასეთი ეპოქა არ იყო რომ ათეისტი ყოფილიყო, მაგრამ საქმე მაგაში არ დგას რომ არელიგიური იქნება ადამიანი. ჭეშმარიტი რელიგია ამდენად იქნება. კი ბატონო. აი ეგ კი თუ კი დაუჯერებთ აპოკალიფსის, მაშინ ნახავ კი ჩემს მორწმუნეს იძახის ქრისტეს მომავალ მეორედ. ასე რომ მე ეგეთი ოპტიმიზმი არ მაქვს რომ თქვა თუ რელიგიისკენ არა, პირიქით, ფუნაკლები კლება იქნება სამწუხაროდ. ჭეშმარიტი რელიგია. თორე რელიგიისკენ ზოგადად კი. იმდენი პარაფსიქოლოგები, პარაფსიქოზები და იმდენი კონკურენტი არიან შემთხვევაში. ვიწრო კონკურენტებიც და ასე ვთქვათ. კი, ასე რომ ეს არასდროს ათეისტური არ იქნება საზოგადოება. იქნება რელიგიური, რა თქმა უნდა. ჭეშმარიტი რელიგიური მიმდევარი, ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარი არ იქნება. ცოტა იქნება და მოაკლდება უფრო. თავად კომუნისტურ სივრცეშიც, რომელიც თითქოს ათეისტური და მებრძოლი ათეიზმის გადაგებელი იყო, იქაც კი იმდენად უბრალოდ ამოტრიალდა სიტუაცია, რომ რელიგიის ნიშნებს ატარებს, ხო რეალურად კომუნიზმიც რაღაცა გარკვეულ წარმოდგენებს ეფუძნება და გარკვეულ იერარქიას ქმნის, მერე სათაყვანებელ კერპებსაც იხდის. ეგ თვითონ კი ეგ და თვითონ საზოგადოებაშიც კი შეიძლება გაანადგურეს ეკლესია, ვთქვათ, ნაწილობრივ ვთქვათ, ხო? მაგალითად ალბანეთში გამოვიდათ ეგეთი. ენვე ხოჯამ გაანადგურა. არც ერთი მღვდელი აღარ დარჩა ფაქტობრივად. და ხელახლა უკვე მე-20 საუკუნის ბოლოსკენ ხელახლა საჭირო გახდა ინექცია, რომ მაგრამ აქ კიდე დარჩნენ, მაგრამ ფაქტობრივად განადგურებულია, ხო? საზოგადოება უკვე ათეისტური მაინც ვერ გახდა. ანუ როგორც ხდება, სადაც ჭეშმარიტება არ არის, იქ მოთხოვნა უცლებათა სულიერი სწრაფ ადამიანს ყოველთვის გააჩნია. არ არსებობს სულიერი არსებაც არის ადამიანი, მარტო ფიზიკური არ არის. ამიტომ იქ ეგრევე ჩაიწყო ცრურწმენების, წარმოდგენების, კითხაობის, ასტროლოგიის და აი ამის ჩანაცვლება განსაკუთრებით ახლა დღევანდელობაში ჩანაცვლება მოხდა. ანუ ცარელი ადგილი არ ამ ვაკუუმი არ არის. ანუ ისიც ესაც ჩამოთვალე, ესეც რელიგიური გამოვლინება, რა თქმა უნდა რელიგიური გამოვლინება არის, ოღონდ რამდენად ჭეშმარიტია ეს ყოლა. თავისთავად. სხვათა შორის ალბანეთი ახსენეთ და ბოლო დროს გავრცელდა ეგ ინფორმაცია საკმაოდ კარგი, რომ ალბანეთში ქრისტიანობა გახდა ნომერ პირველი რელიგია გავრცელების თვალსაზრისით. ნახევარზე მეტი უკვე გახდა უკვე ქრისტიანი, რაც სასიამოვნო სიახლეა ჩვენთვის ქართველებისთვის, როგორც ქრისტიანული ხალხისთვის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, სასწაულია. მამა ლევან, შემდეგ კითხვაზე გადავალ, რომელზეც ნაწილობრივ თითქოს ვისაუბრეთ. შემდეგი ორი კითხვა ერთმანეთს უკავშირდება. თქვენ ერთხელ გაქვთ და დღეს ფაქტობრივად გაიმეორეთ გადაცემაში, რომ საუკეთესო ბრჭყალებში кайფი, ესე იგი ქართულად რო ვთქვათ, უფრო გასაგებად ნეტარება არის ქრისტიანობაში. აი ამაზე რო გავარცოთ უფრო საუბარი და ასევე თქვენი სამღვდელო გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ გექნებათ ესეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები, ვისაც ნარკომანიასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, მოდიან ეკლესიაში, შესაძლოა ეკლესიაში ეძებენ ხსნას, მათ სურთ რომ გამოასწორონ თავისი მდგომარეობა, ან ამ სურვილის გარეშე უბრალოდ ნელ-ნელა შეიძლება ხედავდეთ როგორ ხდება განვითარება და ჩამოცილება ან ბრძოლა აი ამ პრობლემასთან. ამ ხრივ რა საერთო ნიშნები არსებობს, რას ხედავთ საერთოს, როგორც მღვდელი, რომელსაც შეიძლება ასეთი გამოცდილება ჰქონდეს თავის მრევლთან ან ცალკეულ ადამიანთან. მესმის ურთულესი თემა არის ეს ზოგადად და როგორც თქვი, კომპლექსური მიდგომა ჭირდება, იმიტომ რომ მარტო ეკლესია ამას ვერ შესწვდება აი ამ პრობლემის მოგვარებას. რას გულისხმობ ახლა? რა თქმა უნდა, ეს პიროვნული არჩევანი არის ნარკომანის, როცა ის რაღაცას გადაწყვეტს რომ აკეთებს, მაგრამ მე ეს გადადის უკვე დაავადებაში, რა თქმა უნდა. ანუ ორივე არის. ანუ პიროვნული არჩევანი თავიდან თუ პიროვნული არჩევანია დაწყებისას, თქვათ. მე უკვე ეს დაავადება არის და უკვე პიროვნული არჩევანი უკვე სხვა გზა აღარ არის. მოდი ესე ვთქვათ, რომ არ იყოს ნარკომანი. აი, ბოლო ეტაპზე თუ კი ეს თემა ისე პიროვნული არჩევანი დგება, რომ
ის ადამიანი ან ნარკომანი გადაწყვეტს რომ ამ ყველაფერს თავი დაანებოს და უკვე გამოსავალს ეძებს. ესეც პიროვნული არჩევანია და აი ამ გამოსავლის ძიებაში რა თქმა უნდა ეკლესიის და სამედიცინო დაწესებულების კოლაბორაცია მნიშვნელოვანი არის და აუცილებელი არის. ძირითადში გადაწყვიტა ვთქვათ ნარკომანმა რომ დაანებოს ამგვარ მდგომარეობას თავი და თუ მიმართავს მხოლოდ მარტოოდენ სამედიცინო დაწესებულებას და დეტოქსი იქნება თუ ეს ლომკის მოხსნა იქნება თუ ასაც ქვია და აი ამას ხო მართლაც ეს ეფექტური საშუალებები არსებობენ რომ უმტკივნეულოდ ვთქვათ ეს ნარკო ნივთიერებების დამოკიდებულება მოუხსნა სამედიცინო დაწესებულებამ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რეციდივი ისევ სახეზე გვაქვს ხოლმე იმიტომ რომ ადამიანი მარტო სხეული არ არის ადამიანი არის სხეულის და სულის ანუ პიროვნება აი ადამიანური ბუნება აი ამგვარი ქრისტიანული ანთროპოლოგია ასე უყურებს სული სამშვენელი და სხეული ანუ მატერიალური ნაწილი სულ ყველა ადამიანები ვერ იტყვი ეს არის ადამიანი ან ის არის სულ სამივე ერთად სამედიცინო დაწესებულება ამ შემთხვევაში ხსნის პრობლემას მხოლოდ სხეულის როდესაც ეს თქვა ნარკოტიკული ნივთიერებები გამოყავს ორგანიზმისგან მაგრამ რჩება ადამიანის ის ნაწილი და ის დამოკიდებულება ანუ აი ის სიამოვნების მახსოვრობა თუ გნებავთ და ის გარემოებები და ის დამოკიდებულება ამ ნივთიერებაზე რომელიც სხეულს შეიძლება უკვე ფიზიკურადაც განკურნებული არის მაგრამ ის დამოკიდებულება ზოგადად სულიერი პრობლემა არის ხო ისევ აქვს ამიტომ აი ამ შემთხვევაში თუ კი ხდება ასეთი კოლაბორაცია და თვითონ ადამიანი იაზრებს ამას რომ მარტო სამედიცინო გზით კი არა არამედ ეკლესიური ქრისტიანული ცხოვრების გზითაც მას სურს რომ და ეს რა ხდება ახლა ადამიანი თავისი რესურსი თავისი სურვილის მიუხედავად შეზღუდული არის და თავისი ძალები არ ყოფნის ნებისმიერი ცოდვის დაძლევაში და ნებისმიერი კარგი საქმის გაკეთებაში არ ყოფნის იმიტომ რომ ადამიანი მკვეთრად ეგოისტური არსება არის და მისი ინტერესები პირველ ადგილზე დგას ის სიამოვნებაც ხო ეგოიზმთან პირდაპირ კავშირში არის არა და აქედან გამომდინარე ისიც თქმა მინდა რომ აი ამგვარი თანამშრომლობა თუ კი ადამიანი გადაწყვეტს და აი ეს მისი არჩევანი გახდება რომ უშველოს ხო საკუთარ თავს და თუ მას მიაჩნია რომ ქრისტიანობა არის ის გზა რითაც შეიძლება ის გადარჩეს ხო მაშინ აი ქრისტიანობა თავაზობს სწორედ ამ გზას იმიტომ რომ თვითონ მაცხოვარიც კი გახდა ადამიანი რისთვის რომ ადამიანს საკუთარი რესურსით საკუთარი ძალებით არ შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა ამ შემთხვევაში მისი სურვილი და მისი საქმეები აი ამგვარი ადამიანის თუ ეკლესიურ ქრისტიანულ ცხოვრებას დაიწყებს ხო აი უკვე არა მარტო ის იღწვის ამის არამედ თავად ღმერთი ეხმარება მას და ეხმარება იმით ამ შემთხვევაში ეკლესიური ცხოვრება იმიტომ მნიშვნელოვანი რომ პირველიაც დაგვიტოვა ჩვენ 2000 წლის წინ იესო ქრისტემ ეს არის მისი სისხლი და ხორცი აი ამით სწორედ გვეხმარება ჩვენ ამით შემოდის ჩვენში და გამწმენს და იმ საღვთო ენერგიებს გვაძლევს სადაც ხდება სწორედ ის სინერგია ადამიანური და საღვთო ძალების გაერთიანებისა და იმ შედეგის დადგომისა არა მარტო ნარკომანიას ეხება ეს ყველა ნებისმიერი ადამიანის ქრისტიანის ცხოვრების გზა არის იმიტომ რომ ყველას თავის პრობლემები აქვს ყველა თავის განსაცდელები და ყველას დასაძლევი პრობლემები აქვს და მათ შორის რა თქმა უნდა ნარკომანიაშიც ესე მუშაობს ეს ამიტომ არის მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა აღსარება რა თქმა უნდა აი ამ განსაკუთრებით ევქარისტიულ კავშირში ყოფნა აი პარალელურად რა თქმა უნდა იმ სამედიცინო სერვისების გამოყენებით და აი ეს იძლევა შედეგს. აი ას მარტო სამედიცინო რა თქმა უნდა კაია, ყველაფერი კაია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ხა გაგიგონია თქვენს ფრაზა ხო მე განკურნებული ნარკომანი არ გვინახავს და ამას ეს გარკვეულწილად სიმართლეც არის. იმიტომ რომ თუ კი ადამიანის ნება და სურვილი არ იქნება ქრისტიანული ცხოვრებისა, ხო, რა თქმა უნდა დიდი რისკი არის. რომ ის მიჯაჭვულობა რაც მას აქვს სულსა და გულში ხო ისე სიტუაციიდან გამომდინარე გარემოებიდან გამომდინარე კვლავ გააქტიურდეს ეს ალბათობა ყოველთვის იქნება და რისკი ხო და ამიტომ მე ყველას ურჩევ რომ დაწყება კი პიროვნული არჩევანია მე რომელიც დაავადებაში გადადის და გამოსავალის
გზაც პიროვნული არჩევანია, რომელიც აი ამგვარი თანამშრომლობით ეკლესიური ცხოვრებით და რა თქმა უნდა სამედიცინო დახმარებით უნდა განახორციელოს ადამიანმა, ამგვარ დამოკიდებულმა ადამიანმა და მერწმუნეთ არაფერი არ არის დაუძლებელი. არაფერი არ არის შეუძლებელი, თუკი მას სურვილი ექნება და მისი პიროვნება ამ გზას აირჩევს. კი. ზოგჯერ კი არა ძირითადად ეს გზა უფრო რთულია ხოლმე თავისთავად აი თქვენს თავდაპირველ ნათქვამს დაუბრუნდები რომ ეს არის საშუალება უმოკლესი გზით ეძიო ნეტარება, ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ საწყისი მიზანი, როცა ადამიანს არ აქვს რაიმე პრობლემა, მაგრამ მაინც უნდა რომ აი ამ ნეტარებაში აღმოჩნდეს, ან ზოგჯერ არის ხოლმე გაქცევის საშუალება, რათა პრობლემებს თავი დააღწიოს, რომელიც უამრავი შეიძლება ჰქონდეს დღეს ჩვენს ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნებშიც მათ შორის ადამიანებს და ამის მეშვეობით, ასე ვთქვათ, დააბალანსოს თავისი მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აი ეს ნამდვილი და ჯანსაღი ნეტარება, რომელზეც თქვენ საუბრობდით, თავისთავად იქნება ეს სარწმუნოების გზით მიღებული თუ მანამდე თუნდაც შრომით და რაღაც საკუთარ თავთან ჩაღრმავებით გამოწვეული ნებისმიერ შემთხვევაში თავისთავად უფრო რთული გზა არის, მაგრამ სამაგიეროდ მიღწეული შედეგი და ის ნეტარება, რომელიც აი ამ გზით დადგება, უფრო ჯანსაღია, უფრო ნამდვილი და ჭეშმარიტი არის და ესეც თავისთავად გამოწვევაა. მაგრამ აი ახლა მე მინდა გადავიდე იმ საკითხზე, რომელიც ეხება განსაკუთრებით ახალგაზრდებს. თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ეკლესიის როლზეც, როგორც საშუალებაზე, რომ არა მხოლოდ ფიზიკურად და ორგანიზმის თვალსაზრისით განიკურნოს ადამიანი, არამედ ეს თავის სულიერი და ფსიქიკური მოთხოვნილებას და დამოკიდებულებას რომ გაუქრეს, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენ შემთხვევაში და სამწუხაროდ ჩემი დაკვირვებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, ამაზე მეტყველებს სამწუხარო შემთხვევებიც, როცა ადამიანები ახალგაზრდები გარდაიცვალნენ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ახასიათებთ მოხმარება. რაც ისევ და ისევ არა მხოლოდ სოციალურ და კულტურულ პირობებთან, არამედ ისევ და ისევ ხელმისაწვდომობასთანაა დაკავშირებული და სხვადასხვა მიზეზებთან. აი ამ ადამიანებისთვის, ისევე როგორც მთელი მოსახლეობისთვის, ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მეტად ავტორიტეტული ინსტიტუტია. და მათთვის სასულიერო პირი და მღვდელი წარმოადგენს ადამიანს, რომლის სიტყვაც, ასე ვთქვათ, უპირობოდ ხშირ შემთხვევაში ჭეშმარიტებას წარმოადგენს ხოლმე და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აი ახლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვიცით, რომ დაინერგა სკოლებში სასულიერო კლუბები, ხო, თუ სწორად ხო, ერებულებითი განათლების არაფორმალური განათლება. კი ბატონო, და სადაც სასულიერო პირებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში შევიდნენ და ალბათ აი ამ საშუალების გამოყენება იქნება ძალიან კარგი გზა იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეებში განსაკუთრებით აღიკვეთოს რამენაირად ნარკომანიისკენ მიმავალი გზა, იმიტომ რომ ზოგჯერ და ხშირად იწყება სწორედ აი ამ მცირე ასაკში, მცირე ეტაპზე, როცა მათ შორის არსებობს შესაძლებლობა, რომ სკოლის მოსწავლეებზე სასულიერო პირებმა იმოქმედონ დადებითად საკუთარი ავტორიტეტის მეშვეობით და უბრალოდ მათ ესაუბრონ ნარკომანიის და ნარკოტიკების სიავეზე, რადგან შეიძლება სხვა ექსპერტი ან მედიკოსი ან შესაბამისი პირი ასევე მივიდეს, ასევე აბსოლუტურად სწორად ლოგიკურად აუხსნას სკოლის მოსწავლეებს თუ რა პრობლემაა, მაგრამ მაინც სხვა შეიძლება აღმოჩნდეს სასულიერო პირების ავტორიტეტი და ალბათ შედეგებიც ჩემი აზრით შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს ხოლმე. ხო, რა გითხრათ, ხა თან კი გეთახმებით, თან ვერ გეთახმებით ნაწილობრივ დრატო ახლა ეკლესია თანამედროვე სამყაროში მე არ ვიცი რა სოციალური გამოკვლევებია თუ რა არის, მაგრამ ის ავტორიტეტი კი არა და რეალური ძალისხმევა, რომელიც უნდა აკეთებდეს ეკლესია, არ არის სახეზე, იმიტომ კი არა რომ მას არ უნდა, არამედ ქრისტიანები არ არიან ამ ქვეყანაში ბევრი. სამწუხაროდ. და რას გულისხმობ ახლა ვეგეტყვით. ხა თქვენ მეტყვით, ამდენი მონათლულია, ინათლება რაღაცა. კი, ინათლება, ნამდვილად ინათლებია. მაგრამ ვინ გითხრათ, რომ ვინც მოინათლეს ქრისტიანია? ანუ ქრისტესი ვინც არის? არ არიან ისინი ქრისტესი, ნამდვილად. თუკი ისინი არ ცხოვრობენ ეკლესიური ქრისტიანული ცხოვრებით. ვინც არ ჭამს და ასვამს ჩემს სისხლს და ხორცს, მასთან კავშირი არ მაქვს იძახის იესო ქრისტე. ჩვენ რაცა უნდა ვიძახოთ კოსმონავტები ვართო, ხა ვერ გავფრინდებით კოსმოსში თუ არ გავფრინდით, ვერ ვიქნებით. თუ ხა თუ არ ეზიარები, არ ცხოვრობ ქრისტიანული ცხოვრებით, ეკლესიური ცხოვრებით.
ხა მოინახლე და იყავი. იმის მერე აღარ შესულა ეკლესიაში თქვა ადამიანი. ამიტომ რეალურად ეკლესიური, ქრისტიანული და ხაზუსვამ ეკლესიური და ქრისტიანული ცხოვრება ეს ერთი და იგივე არის. ეს ერთი და სინონიმი არის. მონათლული ვარ ეს ხარ და იყავი, არაფერს არ ნიშნავს. ის თუ არ გააქტიურე და ის არ გამოიყენე, თქვა, არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ რეალურად ქრისტიანი საქართველოს ძალიან ცოტა არის. ძალიან ცოტა მიუხედავად იმისა, ხა თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ამდენი ტაძრები არის, რამდენი ტაძრები არის. ხა კი ჩვენ ძალიან დავცოტავდით, რაღაც 3 მილიონი ვართ, ვაცავთ, რა ვიცი. თბილისში 1.5 მილიონია და ხა 1.5 მილიონიდან თქვა მილიონი რო ქრისტიანი იყოს. თქვენ გონიათ ეს თბილისში 200-300 ტაძრაც არის, ეყოფა ამათ? არ ეყოფა. ვერანაირად ვერ დაეტევა ეს ხალხი. ესე იგი 1.5 მილიონიდან მილიონი კი არა, რამდენი დადის? თასლად შეიძლება ამ ციფრების, რა პრობლემაა? 300 ტაძარი თუ არის, თქვა, რამდენი ადამიანი ეტევა ამ ტაძარში? დიდები ხა 1-2-3 დიდი ტაძარი გვაქვს, მაგრამ საშუალო როა იყოთ. 300 კაცი არის. სისტემატიურად. და კაი, ვინც არ დადის სისტემატიურად და მაინც დადის, კიდე 300 დაუმატე. რამდენი გამოვა? 600 გაამრავლეს, 100000, რამდენი 100000 კაცი. ეს კაი ვარიანტს გეუნებით ისიც. დანარჩენი ვინ არიან აბა? რეალურ ქრისტიანობა ესენია, ეკლესია საკუთარი ხმის მიწტვენა, ასაც ქვია, და გავლენის მოხდენა, ასაც უშუალოდ და პირდაპირ, და სადაც ევალება და სადაც პირდაპირ მოღვაწეობს და ოპერირებს, ხო? აი ამ ხალხზე არის. ერთი მაგდენიც დაუმატე თბილისის გარეთ მაცხოვრებ რეგიონებში. ეგეც ოპტიმისტური გათვლებით გეუბნები. ხო, ეხლა რეგიონებში ესეთ სიტუაციაა, მართლაც ოპტიმისტური. ხო? და გამოდის რომ 3 მილიონი ქვეყანაში ყველაზე კაი გაგებით 200.000 არის ქრისტიანი. მოხუცები, ახალგაზრდებიც და შუახნის ასაკის ადამიანებიც. ეს ოპტიმისტური გათვლებია. აი უშუალოდ მათზე შეიძლება რომ მოახდინოს ეკლესიამ საკუთარი გავლენა. დანარჩენი ენდობა ამ ეკლესიას ვიღაცა, თქვა, თუ არ ენდობა მოწონს, თუ არ მოწონს, თუ იზიარებს მის პოზიციას, თუ არ იზიარებს, ეს არის, მეორე ხარისხოვანი, ის მეორე წამს აღარ მოეწონება, თქვა. ეს ძალიან მყიფე არის ამგვარი რეიტინგების არსებობა ზოგადად და ობიექტური რეალობა ეს არის, ხო? რეალურად ვისზე მიუწვდება ხელი ჩვენს ეკლესიას. აი ამ რაოდენობაზე ეგეც კარგი გაგები, კაი ვარიანტი. ხო, ეხლა რაც შეეხება სკოლებში ღირებულებითი განათლების პროგრამას. მე ვიცი ეს კურიკულუმი როგორი არის და რას ასწავლიან. კი, ძალიან ცუდი პროგრამა, ნამდვილად არ არის, კარგი პროგრამა არის, ყველაფერი, მაგრამ ეს რამდენად მოახდენს გავლენას, რომ მაინდა-მაინც ნარკომანიას თემა შემცირდეს, მე ამაზე მეპარება ეჭვით. და რატო ეხლა გეტყვით ეხლა? იმიტომ რომ ის არაფერ გულისხმობთ უკაცრავად ჩაგეჭრებით არსებულ კურიკულუმს თუ უბრალოდ შესაძლებლობა მომავალში ეს დაიკითხოს ამ მიმართულებით. მე ამას გულისხმობდი უფრო მეტ. კეთილი, არსებული ძალიან ცუდი კი არ არის, ძალიან კარგი არის და რაზე ლაპარაკი ის თუ მართლაც დაინერგება და არა ყველაში, რა თქმა უნდა. მე მაგასად მომხრე ვიყავი, რომ ეს არაფორმალური განათლება კი არა, ფორმალური განათლება ყოფილიყო ზოგადად. ოღონდ არა ამ ფორმით, არამედ რელიგიის სახით. თუნდაც და არა ღირებულებითი ღირებულება ყველაფერზე ლაპარაკი რა არის ეკეთე რა არის ესეთი ზოგად საკაცობრიო მოდი ესე ვთქვათ ღირებულებებზეა საუბარი და მე მომხრე ვიყავი არა თუ ეს არამედ ეს არაფორმალურია ვისაც სურვილი აქვს ისინი იკრიბებიან კლუბის სახით და ამაზეც ამავე არის ატეხილი თქვათ ხო ჩვენს რო აი როგორ შეიძლება და ამ დროს ჩვენ თუ მივისწრაფით ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ თუ კიდე მივიწყებთ აღარ ვიცი მაგრამ როგორც არის აქამდე ხო ისე მივისწრაფოდი და არა და ის იყო მაგალითი ამ ყველაფრისა რა და ჩვენში სეკულარიზმი გაგებული აღმოჩნდა იგივე წინა ხელისუფლების პერიოდში აღმოჩნდა რაღაცა რომ გაკრიფეს სტერილურად მოაშორეს რელიგიური ნარატივი საგამართლო დაწესებულებს სტერილურად ჯერ აიყო და ისიც და იქამდე დღემდე ის წინა ხელისუფლების ნარატივი დღესაც აქტუალური არის რა უნდა ღვთელ სკოლაში და ამ დროს იგივე ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დიდი თანამშრომლობა რელიგიურ ორგანიზაციებსა და ეკლესიას, ტრადიციული ეკლესიები ვინც არის, სხვა არ არის ერთგვაროვანი, ევროკავშირიც არა, ყველაზე დიდი ხარისხის თანამშრომლობა არის განათლების სისტემაში.
და ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვანაირად ისწავლება. პირდაპირ საღვთო ჯულიც კი ისწავლება არაფორმალურად, ფორმალურ განათლებაში. საბედნიეროდ მათ კომუნიზმის გამოცდილება არ აქვს და როგორც ჩანს მოყვება და აღარ შეუწყვეტია. გავიგეთ, მაგრამ მართლა საბედნიეროდ თავისთავად. ჩვენ ხო გადავიღეთ და ეს იყო გამოცხადებული ევროპის გზა რა, სრული სტერილიზაცია რა. და ეს ხო წყვილი იყო. და თუ იღებ იქაურ სისტემას განათლების, მათ შორის საუნივერსიტეტო განათლების, ბოლონიის პროცესთან შეერთების და ყველაფერს ამას რატომ მალავ განგებ და ამას უწოდებ სეკულარიზმს და სეკულარიზმი დაუშვებელია რა უნდა პირიქით კაცო კიდე გეუბნებით დაწყებული საღვთო ჯულის სწავლებიდან არა კლუბურ არამედ ფორმალურ განათლებაში ისმით დამტარებული რელიგიების ისტორიით და ხა ეს ახსნა ძალიან მარტივია იმიტომ რომ ადამიანი რელიგიური არსება არის და იდენტობა ადამიანის განსაზღვრება მათ შორის რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე და მის მიღებული კულტურული, ლიტერატურული თუ მთელი ყველა იმ პაკეტით, რაც ადამიანს აფორმირებს თავის ცხოვრების განმავლობაში. და აქედან გამომდინარე, თუ კი ადამიანი რელიგიური არსებაა და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და არსებობაზეა რა. ესე იგი ადამიანის უკეთ შესასწავლად აუცილებელია რელიგიური განათლება სკოლებში. აუცილებელი არის. ეგ ერთი მიმართულება ხა ამ დროს დღემდე რელიგიური ომების ეპოქაში ვცხოვრობთ, ხო და არ დამთავრდა და არ დამთავრდება. ხო? და ესე იგი ადამიანის უკეთ გასაგებად და შიშების და ფობიების დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუნდაც ჩვენ რომ ვიცოდეთ ისლამი როგორია და რას წარმოადგენს და რა მოძღვრება არის ეს. იგივე თუნდაც სხვები თუ არა ჩვენთან ამოხალაგებენ, რომლებიც იგივე ქართველები არიან, მუსლიმები არა, მათი ცნობიერება უკეთ გავიგოთ და შევისწავლოთ თუნდაც. ამიტომ მე მომხრე ვიყავი რომ ეს არათუ არაფორმალური განათლება ყოფილიყო, არამედ ფორმალური განათლება რელიგიების ისტორიის სახით თუნდაც. ხო? და ეს იქნებოდა ევროპული მოდელი და ევროპული გამოცდილების ზუსტი გაზიარება ჩვენს რეალობაში. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენი ეკლესია ამაზე არ წავიდა. თუნდაც აი ამ და აი ამგვარ ეს მოიფიქრეს. სახელმწიფო რო არ მიდიოდა გასაგებია, მაგრამ არც ეკლესიას გამოუხატავს დიდი წადილი რომ სურვილი რომ დანებულიყო, თქვათ ფორმალურ განათლებაში, რელიგიური განათლება. და მივიღეთ ეს მოდელი ღირებულებითი განათლება, რომელიც თავისუფლად, რა თქმა უნდა, არ არის სრულ რაღაც ვაკუუმში, რა თქმა უნდა, ნათელი არის და რაღაცა ღირებულებას ძენს, მაგრამ ისევ დაუბრუნდები ხა ეს ცელი ეს შესავალი, იმიტომ გავაკეთე, რომ რატო არ იქნება ეფექტური? ეფექტური იქნება შეიძლება კაი მოქალაქე გაზარდოს ამან და ეს ღირებულებების ცოდნა და ეს რაღაცა, რომელიც დამატებით თქვა არის სწავლება, თქვა ფორმალურ განათლებაში, თქვა ამან დამატებით რაღაცა ბონუსები და ბენეფიტები მოუტანოს მოსწავლეს. და ამაში ცუც ვეფეს ვერ ხედავ, მაგრამ აი ის თემა რომ ამ ნარკომანიის თემაში და რაღაცა მანკერებების თემაში ეს რაღაცა წვლილი შეიტანს, მე ამაში მეპარება ეჭვი, იმიტომ რომ თუ კი მღვდელმა არ ასწავლა და არ იქადაგა არაღირებულებითი განათლება, არამედ ქრისტიანობა. თუ არ იქადაგა, სახარება თუ არ იქადაგა და არ მოასმენინა ის მოწაფეს, თუნდაც ახალგაზრდას და ამ სკოლას არ გულისხმობ შემთხვევაშია რა. ის აი სხვა შემთხვევაში თქვათ ხო რთული იქნება რომ სხვა შემთხვევაში როგორ გინდა დააჯერო თქვათ ხო რომ ნამდვილი кайფი ქრისტიანობა როგორ გინდა დააჯერო თუ ქრისტიანობას არ უხადაგებ და მე კიდე გეუბნებით რომ ღირებულებით განათლებაში ქრისტიანობა არ იქადაგება პანაპოლიტიკი შედიან მაგრამ აი ზოგად საკაცობრიო ღირებულებებზეა საუბარი და ეს თქო მაგას ვიძახი რომ ეს ამ პრობლემას ერთი ნაბიჯითაც ვერ დაძრავს კი აბსოლუტურად ახლა სხვა მხრიდან შეგვახედეთ თქვენ მაგრამ მე მაინც რჩება კითხვა ხომ არ არის აი ამ ღირებულებით ნაწილშიც კი დარჩენილი რაიმე სივრცე რომელშიც მცირე დოზით, მაგრამ იქნება ამანაც კი რაღაც გავლენა მოახდინოს, თქვენ რო საუბრობდით წეღან რომ პრინციპულად ეს თრობის საკითხია და თრობის საკითხიც მათ შორის შეიძლება გადავიტანოთ ღირებულებით ნაწილში და ამ ხრივ მაინც რომ მაგრამ ის როგორი ფთამოკვეთილი ცდელობა იქნება ანუ ჩვენ შეგვილია და ეუნებიან და არწმუნებული ვარ სასულიერო პირებიც ეუნებიან რომ ნარკომანია რაც უდია მაგრამ ეუნებიან რომელი პოზიციიდან პირველ რიგში სამედიცინო პოზიციიდან ეუნებიან რაც ისედაც რა თქმა უნდა ხაცნობილი და პოპულარიზებული არ არის, მაგრამ იმიტომ რომ ამას არც სახელმწიფო პოლიტიკა უნდა აკეთებდეს ამას პირველ რიგში. პირველ რიგში ამისი, მაგრამ ახლა კიდე სახელმწიფოს პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკა ზოგადად როგორი არის, ახლა ხედავთ როგორიც არის და როგორიც იყო, თქვა იგივე საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, ახლა კიდე ვიმეორებ, ახლა ეს
კომპლექსური თემაა და მარტო ახლა ეკლესიას რომ ავკიდოთ, რომ ეკლესიამ უნდა მოაყოროს რაღაცნაირად პირიქით, კი ჩვენი მოვალეობაა, რომელიც გავლენა გვაქვს იმ 200,000 კაცზე, იქ უქადაგოთ და ვეცადოთ, რომ სხვებსაც გავაგებინოთ, რა თქმა უნდა. ქრისტიანობა და ეს არის ყველაზე კაი საპრევენციო საშუალება, რომ ადამიანი იყოს ჯანსაღი ქრისტიანული ცხოვრების წესის მიმდევარი. ისმის და ეს არის ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების ბალიში დავარქვათ, რომ ადამიანი, კიდევ რომ შეცდეს, ვთქვათ, ხო, იცის სად უნდა დაბრუნდეს და როგორ გააგრძელოს სვლა უფლისკენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ღირებულებების განათლებაში კიდევ შეიძლება ნარკომანიაზეც ისაუბრო, ოღონდ იმ ღირებულებების ფარგლებში და იმ ინფორმაციების და იმ პროტოკოლების ფარგლებში, რაც ცნობილი არის და მაგრამ არა ქრისტიანობის ქადაგების ხარჯზე. იმიტომ რომ შეიძლება იყოს სხვა აღსარებლობის მოსწავლე. ხო, ამიტომ ეს არ არის ის, თქო, მაგას ვიზახ. ეს არის ის, რაც რეალურ შედეგს დადებს. მამა, მოდით გადავიდეთ ცოტათი გავცდეთ თითქოს ქრისტიანობის გადმოსახეთს მხოლოდ და თქვენ ახსენეთ როგორი დამოკიდებულება იყო, როგორი ნარკოპოლიტიკა იყო თუნდაც საბჭოთა კავშირში და მე როგორ გრძელდებოდა. მანდ ახლა პირველ რიგში რაც გამახსენა თქვენმა ნათქვამ არის ის თუ როგორი დამოკიდებულება არის ნარკოდამოკიდებულების მიმართ, ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ. ალბათ და მე ესე ვფიქრობ და თქვენს შემისწორებთ თუნდაც ქრისტიანული გადმოსახედიდან სწორი იქნება რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ მაქსიმალურად დადებითი პოლიტიკა არსებობდეს მათი გამოჯანმრთელების და მათი დახსნის აქედან და არა ისეთი პოლიტიკა რომელიც მათ უფრო მეტად სტიგმატიზირებას, მარგინალიზირებას და მათ დასჯაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს და არ გამორიცხავს კი არა პირიქით მეორე მხრივ მაქსიმალურად უნდა იყოს დასჯადი და გაკონტროლებული ზოგადად ამ დანაშაულის გავრცელება. იგივე გაყიდვა, იგივე შემოტანა და ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ ის ადამიანი, რომელიც თავის თავს ვნებს ამ საქმიანობით, მათ უნდა შეხედოს სახელმწიფომ და პოლიტიკა უნდა იყოს ასეთი, რომ მეტი საინფორმაციო კამპანიით, მეტი სამედიცინო და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებით დახმარებით და აი ამ მიმართულებების განვითარებით ეს ადამიანები დავიხსნათ და ვებრძოლოთ კრიმინალს სხვა მხრიდან. იქედან საიდანაც დაუშვათ ვრცელდება და ამის პოპულარიზება ხდება მათ შორის. ამაზე რას ფიქრობთ? ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი პოლიტიკაა, ვიდრე ის, რომ ნარკოდამოკიდებული დაუშვათ ციხეში. თუ კი ის არ ავრცელებს, თუ კი ის არ ყიდის მათ შორის და თუ რამე დანაშაულს ჩადის, იმ დანაშაულისთვის თავისთავად დაიჭება, ქურდობა იქნება თუ სხვანების მიერ. ორი დოზა რო იპოვოს, უკვე გამცელებაში გადის უკვე ადამიანი. თავისთვის რო კონდეს ორი დოზა, თქვა, ხო შეიძლება ეგეთი. ხო, მოგეთ დიდი სამწუხაროდ მე მგონი ამ ბოლო დროს მხრივ გამკაცრდა უფრო სიტუაცია და მე თუ შედეგებიც გამოიწვია ბოდიში რო ჩაგეჭერთ იმ მხრივ რომ ადამიანებს უფრო უჭირთ რომ მათ შორის გამოიძახონ სასწრაფო დახმარება. კი, თქმა უნდა. და ამის გამო შეიძლება ზედოზირებით ადამიანი გადაიცვალოს. მათ შორის მეგობრებს უჭირთ ხოლმე რომ თავისი მეგობრისთვის გამოიძახონ, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს თავისთავად და უფრო მეტია შანსი რომ შიშებმა და ფორიაკმა მასე იმოქმედოს და სამწუხარო შედეგები მივიღოთ, რაც სამწუხაროდ მე მგონი ყველა ადამიანს გვაქვს შეხება და გქონია ისეთ შემთხვევა, როცა ახლობლებს მაინც ასეთი რამე გადახდენია. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად. ალბათ მე ცოტა სხვანაირად დავიწყებ. ისევ ქრისტიანობის კუთხით დავიწყებ. 2000 წლის განმავლობაში, ოდესაც ჯერ კიდე არალეგალური იყო ქრისტიანობა და მე უკვე სახელმწიფო რელიგიად შესდგა რომის იმპერიაში, ხო? ეს რომის იმპერია უიკუმენი, ანუ ეს ცივილიზებული სამყაროს მომცველი გლობალური ერთი, რა ვიცი, მოდერნული სახელმწიფო იყო, ხო? დღემდე, ანუ იქიდან მოყოლებული დღემდე ქრისტიანობა ვერ მოერია რაღაცებს. ვერ მოერია რა ახლა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე. მაგრამ აი ამ მიდრეკილებებს ადამიანის გამოვლინების ეს არის პროსტიტუცია, აზარტული თამაშები, რომელიც იყო. ვერ მოერია, ანუ ერთია რომ ადვილია რომ თქვა რომ არ შეიძლება და აკრძალო, მაგრამ მეორე არის ამდენად აიგზალება, ხო? კი, აი წერან ამას გულისხმობდი, რომ ისედაც აკეთებდნენ ადამიანები, მაგრამ გაკიცხული იყო და კი. ვერ მოერია და კიდე საჯარო სანახაობები და ასე შემდეგ და ისიც აზართან დაკავშირებული იყო. ვერ მორევაში კიდე ესეთი რაღაცა შემუშავდა მე ამაში. გახდა ლეგალური ეს ყველაფერი.
ჩვენ საზოგადოებაში როცა ლეგალიზაციაზე ვსაუბრობთ რაღაცეების, ხო? ეგრევე რაღაცა სხვანაირი მომენტები, ასოციაციები ირთვება, როგორც ცოდვის დაკანონება და აი ამგვარი. ამ დროს თქვენ გავიწყდება, რომ ლეგალიზაცია ნიშნავს კანონმდებლობით შებოჭვას ამა თუ იმ სფეროს მიმართულებას. კანონმდებლობით შებორკვა ნიშნავს რეგულაციას. არა ყველგან მოსულა ეს ყველაფერი. არამედ აი კონკრეტულ ადგილებში. და იგივე პროსტიტუციასთან მიმართებაში, იგივე აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, რომის იმპერია იქნებოდა, კათოლიკური სამყარო იქნება თუ მართლმადიდებლური სამყარო და არა ბიზანტიაზე აღარა ლაპარაკი, რუსეთის მართლმადიდებლური იმპერიაზე მაქვს ლაპარაკი. იყო გამოყოფილი სპეციალური ადგილები, არა ყველგან, არამედ სპეციალური გამოყოფილი ადგილები, ლეგალური იყო, კანონით კონტროლირებადი, აღრიცხვაზე მყოფი თანამშრომლები, სადაც ეწეოდნენ ლეგალურ პროსტიტუციას. ხა დაუკვირდით, როგორ ცოდვის დაკანონება, როგორ შეიძლება ამას ვერ აკრძალავ, მაგრამ მოდი რა რამდენი კანონიერ ცოდვას ჩავდივართ ისედაც ამის. შეზღუდეს და შეზღუდვა არის ლეგალიზაცია. აი ეს ჩვენ ტერმინზე რაღაც გვენთება ხოლმე. ლეგალიზაცია არის შეზღუდვა, რომ აბა ორთაჭალის ბაღებიდან გამოსული იყო ის მეძავი და დამდგარი იყო გოლოვინის პროსპექტზე. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში დაეკისრებოდა ამ ადამიანს. ანუ ეს არის შეზღუდვა. ასე იყო აზარტული თამაშების მიმართ, ასე ეხლა ჩვენთან რაც ხდება და აზარტული თამაშები კიდე ეს ნარკომანიაზე არანაკლები პრობლემა არის. პრობლემაა და მეტი თუ არ არის, არანაკლები პრობლემაა, იმიტომ რომ ის დამოკიდებულება გაცილებით რთული განსაკურნებელია, ვიდრე ნარკოდამოკიდებულება. შედარებაც კი არ შეიძლება ითქვას. აი შედარება არ არის ეს გემბლინგის თემა, ეს და აგერ ჩვენ საპატრიარქოს გვერდზე შვენერი კაზინო გვაქვს ახლა პრობლემა არის, ხო? ანუ ეხლა მე კიდევ სვამ კითხვას, არ ჯობია საქართველოში გამოყოფილი იყოს რაღაცა ადგილი და მხოლოდ იქ იყოს აზარტული თამაშები დაშვებული და სხვაგან არსად და თუ კი გაიხსნება უკვე ციხეში წავა ეს ადამიანი, თუ ყველგან. ხო, ანუ პროსტიტუციაც იგივე თემაზეა. შედეგიანობის თვალსაზრისითაც მე ეგ უფრო შედეგიანი იქნება, თუ გვინდა შემცირება. რა თქმა უნდა. დამოკიდებულების. ასევე არის პროსტიტუციასთან მიმართებაში. ეხლა პროსტიტუცია საქართველოში ყველგან არის, ნებისმიერ ლეგალურ საბანო ქვია თუ რა არის, რა ვიცი, თუ ღამის კლუბი იქნება თუ რა, ყველგან წავაწყდებით ამ მოვლენას, რომელიცაც კანონმდებლობაც კი არის, რომ ამის გამო დასაჯო, სექსმუშაკი თუნდაც, ხო? და როცა იქნებოდა ეს ლეგალური, ნიშნავს კონტროლირებაც და შეზღუდულს. ორთაჭალის ბაღები გავიხსენოთ. ხო, აი ეს ჩვენ საზოგადოებას არ ესმის თვითონ სიტყვათა მნიშვნელობა და არსი პრობლემისა. ვერ აიგზალა, ვერ მოსპობ ამ ყველაფერს. ნარკოტიკებთან მიმართებაში იგივე თემა არის. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. აგრესიული ნარკოპოლიტიკა რო არ ამართლებს, აგერ რა ვიცი, მეტი რამდენი სიკვდილი, მეტი რამდენი გავრცელება 100,000 არის, რამდენი წლის წინ იყო 100,000 ოფიციალურად აღრიცხვაზე და 100,000, არარეალური ციფრი უფრო მეტი არის, რა თქმა უნდა და იგივე ევროპული სტატისტიკა და ევროპული კვლევები, სოციალური კვლევები ამბობენ ზოგადად, რომ რაც ოფიციალური აღრიცხვიანობა არის, 5 იმდენი უნდა იანგარიშო, მინიმუმ 5 იმდენი უნდა იანგარიშო. ესე იგი, ძველი სტატისტიკით ახლა მეტი იქნება. 100,000 თუ იყო აღრიცხვიანობაზე თქვა. ხო, ესე იგი 500 ნახევარი მილიონი არის ნარკომომხმარებელი, რომც ესე იყოს და მეტი არ იყოს თქვა. რამხელა 3 მილიონ ქვეყანაში ნახევარი მილიონი რომ ნარკომ დამოკიდებული და მომხმარებელი არის, ხო, ეხლა რომელ განვითარებაზეა საუბარი და რამე პერსპექტივაზე ჩვენი ქვეყნის როგორ შეიძლება ვისაუბროთ. პირველ რიგში დემოგრაფიულზე თუნდაც, ხო? აქედან გამომდინარე ეს არის ტოტალური ყოვლის მიუხედავად აგრესიული პოლიტიკისა. ხო, სახელმწიფო, რომელიც ვაგერ ჩანს, რომ არაეფექტური არის, ხო? რა თუნდა ამას ხა დისკუსია და ისე, ეს არაეფექტურია. და ესე იგი სხვა მოდელი, რომელიც კვდება უამრავი ახალგაზრდა ამით, ხო? და თან აგრესიული პოლიტიკა არის მომხმარებლების მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ ხო, აბსოლუტურად. იმიტომ რომ ჩვენ ახლა როგორც კი გავალთ ქუჩაში, ხო, აი საბრთაულზე ვიმყოფებით, ყოველ მეორე კორპუსთან დაგვხვდება წარწერა, რომელიც მიუთითებს ადამიანებს, როგორ შეიძინონ.
რა თქმა და უნდა, ვიცით რომ ყოველ მეორე კუთხეში ხდება უბრალოდ გამარტივებულია ეს ყველაფერი. ადამიანები საუბრობენ იმაზე თავიანთი ეზოს წინ როგორ ეძებენ ახალგაზრდები კი ბატონო. ან შუახნის ხალხი აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ნარკოტიკები საშინელება არის ქიმიური შემადგენლობით და ეს აღაზიანებს. ამაზე ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე უბრალოდ პრობლემას ლაპარაკობ იმას, რომ აი დაუშვათ, რომ ნარკოპოლიტიკა შეიცვალა. რა კუთხით? ეხლა სიტყვა მეშინია რომ ვახსენო ლეგალიზაცია რა. იმიტომ რომ აი რაც იმიტომ დავიწყე ეს მოყოლა რომ ეს მართლმადიდებლური გამოცდილება, ქრისტიანული გამოცდილება ამაზეა ლეგალიზებაზეა ლაპარაკი. რაზე რომ კონტროლირებადი გახადოს. და იყოს რაღაცა ადგილები, სადაც ლეგალურად გაიყიდება, არა კრიმინალურ, ანუ ეს ხო მოსპობს კრიმინალს და იატაკქვეშეთ ვაჭრობას. მათ შორის ეგ მოსპობს აი იმ საშუალებებს, რომლებიც ერთი მოხმარების შემდეგ ფატალურად ფატალურ შედეგს იწვევს ხოლმე და შეიძლება სხვა შემთხვევაში ფატალური არ გამოიწვიოს, მაგრამ აუცილებლად მძიმე ჯანმრთელობის და ფსიქიკურ დაზიანებებს. კი, შეძენილი შიზოფრენიები თუნდაც ამდენი არის, რა თქმა უნდა, ხო და აქედან გამომდინარე იქნებ ეს პოლიტიკა მე არ ვიძახი რომ ეს ყველა აფთიაქში გაიყიდოს და კიდევ ეს მე შეიძლება ვწდები მაგრამ აი ხო მოვიდა დრო რომ აი ამაზე ვიფიქროთ რომ 3 მილიონიან ქვეყანაში 500,000 დაახლოებით რომ მომხმარებელი არის თქვა და კიდე ამდენს გასინჯული აქვს და კიდე აპირებს თქვა ხო აი ასეთ ვითარებაში ხო ეს კრიმინალური შემოსავლები და კრიმინალი ხო თავისთავად უკვე არ იქნება აქტუალური უკვე. არა, სრულებადაც ის ვერ აღმოიფრება ცხადია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე დასჯის ლეგალური საშუალება და სრული კანონიერი საშუალება და სრული მორალური საშუალება ამ შემთხვევაში სამართალდამცავებს ექნებათ. აუ, მოდი ესეც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ერთი ადამიანის ეს ტრაგედიაც კი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია რომ არ არსებობდეს, მაგრამ ახლა იმდენად გავრცელებულია რომ ერთი ადამიანის ტრაგედიად კი არა, მთელი ერის ტრაგედიად არის უკვე ქცეული. 90-იანები ვახსენეთ უკვე და ფაქტობრივად მეორე 90-იანებში შევდივართ ამ თვალსაზრისით და ეს იმდენად მეორე არის ახალი ხარისხობრივად სხვა არის და რაოდენობითაც სხვა არის. კი ბატონო, მით უმეტეს და იმდენ პრობლემას იწვევს, რომ ფიზიკურად ერს არ მისცემს საშუალებას რეალურად განვითარდეს. თქვენ დემოგრაფია ახსენეთ, დემოგრაფია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ჩვენი დემოგრაფიული პრობლემის ალბათ არ ვიცი რა წილი აქვს აი ამ ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ 3 მილიონიდან 9 მილიონი რო საკმაოდ დიდი. შრომის უნარიანობა, საერთოდ ის თუ რამდენად შეგვიძლია ვიყოთ აი ამ უამრავი გამოწვევის ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ზოგადად ადამიანებს გააჩნია დღევანდელობაში, ყველაფრის უნარს გვაკარგვინებს და ყველა ასე ვთქვათ ფრონტზე უკან გვხევს, რაც საბოლოო ჯამში როგორც ერთ საზოგადოებას, ერთ სოციუმს დიდ ზიანს გვაყენებს. ამიტომ ეს სასწრაფოდ თუ არ აღმოიფხვრა, რაღაც შედეგების გამოსწორება ძნელი იქნება ისე როგორც 90-იანების შედეგად რაღაცეები ვერ გამოსწორდა. მათ შორის. ამიტომ არის სასწრაფოდ მისაღები. ნამდვილად დაღუპისპირასა ვარ, თორე ის რაც თქვენ ახსენეთ, რომ რა თქმა უნდა სტიგმატიზირებულია ნარკოდამოკიდებული ზოგადად და ამგვარი დამოკიდებულება არც ქრისტიანული კუთხითაც არ არის სწორი. ახლა ავადმყოფი არის ავადმყოფი, ამიტომაც ვახსენეთ. თავიდან მისი არჩევანი კი იყო, მაგრამ ჩამოყალიბდა ავადმყოფად. და ავადმყოფის სტიგმატიზირება და გარიყვა ეს არ არის ქრისტიანული საქციელი, პირიქით მაქსიმალურად ბევრი სარეაბილიტაციო სივრცე უნდა შეიქმნას როგორც სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებში და აი რაც თავში დავიწყე და ვთქვი კოლაბორაცია რა თქმა უნდა ვისაც სურვილი ექნება იმათგან სწორედ მოძღვრებთან რომ სრული რეაბილიტაცია სრული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შესდგეს ადამიანისა ხო რაც უფრო მეტი იმიტომ რომ ის ჩანაცვლების პროგრამები რომელიც არსებობს კი ესეც ნუ ხა სულ არაფერს ესეც ჯობია რა თქმა უნდა მაგრამ თავისი პრობლემები მასაც ახლავს ეს რა თქმა უნდა ეს არ არის ანუ სათანადო ჩანაცვლების პროგრამით ნუ ძალიან მცირე ნაწილი ხდება თავისუფალი ნარკოდამოკიდებულებისგან. ის დამოკიდებული არის იმ ჩანაცვლების პროგრამაზე საბოლოო ჯამში. თან ბოლო პერიოდში ისეთ ცვლილებები მოხდა იქ, რომ სტიგმატიზირებას პირიქით ზრდის. კი, მესმის. ისეთ ადგილებში გადაიტანეს, ისე ხდება ამ ყველაფრის მენეჯმენტი, რომ პირიქით უფრო მეტად სტიგმატიზებული არის და რთული შეიძლება გახდეს იქიდან გამოსვლა, იმიტომ რომ ეს სტიგმატიზება ისევ აბრუნებს ალბათ ადამიანებს უკან. ამიტომ ერთი მხრივ უკვე ვახსენეთ, რომ საჭიროა ძლიერი ბრძოლა დანაშაულთან და არა პირველ რიგში მომხმარებელთან, რომელიც საჭიროებს ჩვენ თანადგომას და დახმარებას და მეორე მხრივ დიდი საინფორმაციო კამპანიები და განსაკუთრებით ახალგაზრდებში
სკოლის მოსწავლეებში და სტუდენტებში. ანუ ესეც კი უკვე ტრაგედიაა, რომ ამას ვამბობ, რომ გვიწევს თქვა სკოლის მოსწავლეებში. ძალიან გაახალწოდება ასაკი. ძალიან დაბლა დაიწია ასაკმა, უკვე მე-7 მე-8 კლასელები და შეიძლება უფრო ქვემოთაც კი ხდებიან ხოლმე მოხმარებელი, თავიდან ალბათ სუბუქი ნარკოტიკის, მაგრამ ის სუბუქი საშიში არის უკვე ესეთი ქიმიური ერთი ნაბიჯი არის იქიდან მძიმე ნარკოტიკამდე. თუმცა რომც არ მივიდეს, უკვე ისიც იმდენ ზიანს აყენებს ადამიანს, რომ საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი ყურადღება მივაყვროთ. ხოლო ეკლესიის ფუნქცია და დანიშნულება არის, რომ იქადაგოს ქრისტე ადამიანებში. აი ეგ არის. და აი ეს კიდევ ვიმეორებ, აი გავლენა, როგორც თავში დავიწყეთ, ხო, არის არ არის ის როგორც სტატისტიკებში გვაქვს ენდობიან, არ ენდობიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეკლესიამ თავისი ფუნქცია ამით უნდა შეასრულოს. პირველ რიგში რომ პრევენცია მოხდეს, რომ მისი მრევლი არ გახდეს ნარკოდამოკიდებული, იმიტომ რომ ქრისტიანული ცხოვრება თავისთავად გამორიცხავს ამგვარ სუროგატების ძიებას ცხოვრებაში და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყოს. დახმარების ხელი გაუწიოს იმ სარეაბილიტაციო ცენტრებს, რომელიც არ არის სამწუხაროდ და თუ არის ერთი იქნება მაქსიმუმ. სხვაშორის ევროპაში იგივე ეკლესიებთანაც იხსნება ამგვარი სარეაბილიტაციო ცენტრები. ჩვენც ჰქონდათ, მაგრამ ნუ რაღაც მონასტერში, ერთ-ერთ მონასტერში, მაგრამ ნუ ის კიდევ მარტო ეკლესიის, თქვათ, ძალისხმევა არ ყოფნის ამას, იმიტომ აქ კოლაბორაცია აუცილებელია სამედიცინო პერსონალის ერთობლიობაში უნდა მოხდეს. იგივე ქრისტიანული, თქვათ, მოდელზე არის აგებული იგივე ცნობილი სარეაბილიტაციო პროგრამები 12 ნაბიჯი და რაღაც ეს ამ ნიადაგზეა, მაგრამ ეს მარტო ეს მოდელი კიდევ ქრისტიანული ცხოვრების დაწყების გარეშე მაინც აი ქრისტიანული კუთხით ეს ადამიანის პიროვნული არჩევანი არის. თავი როგორც თავში დავიწყებ, პირველი არის არჩევანი მისი, რომ იწყებს ნარკოტიკულ მოხმარებას, ნარკოტიკის მოხმარებას, მერე უკვე ავადობაში უკვე მისი არჩევანი უკვე აღარ არის და აი მერე უკვე გამოსვლის ამ მდგომარეობიდან გამოსვლაშიც უკვე პიროვნული არჩევანი არის და აი ამ პიროვნული არჩევანის თუ კი მას მიაჩნია ქრისტე თავის მხსნელად, სწორედ ეხმარება ეკლესია, იმიტომ რომ და სამედიცინო დაწესებულება, რა თქმა უნდა, ორივე ერთად სამედიცინო კურნავს სხეულს ეკლესია სულს და ეს კოლაბორაცია სწორედ შედეგს. სხვანაირად არ გამოდის სამწუხაროდ. ეს დიდი საშრომი თემა არის, რა თქმა უნდა, და ეს არ არის ადვილი, ცხადია და ჯადოსნური ჯოხი აქ არ მუშაობს. როგორც წარმოუდგენიათ, ერთი ხელის არ ხდება ეს პირიქით, ეს არის დიდი შრომატევადი, ტკივილებით ახსავსე, სულიერი და ფიზიკური ახსავსე, მათ შორის გზა, მაგრამ ეს არის გადარჩენის გზა არის. შეუძლებელი არ არის. ხოლო აზარტულ თამაშებში გაცლებით მძიმე მდგომარეობა სამწუხაროდ. ესეც ასევე დიდი თემაა და დიდი ზიანის მომყენებელი ცალკეული ადამიანებისთვისაც და ზოგადად მთელი ერისთვის, მაგრამ ამ თემაზე დღეს ვეღარ გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა ხო, მომავალში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც რაღაც საუბარი ალბათ უნდა შედგეს და ისევე როგორც ნარკოპოლიტიკა არის დასახვეწი, გადასახედი სულად კი ბატონო და განსახორციელებელი მერე ასევე შეიძლება გაკეთდეს აზარტულ თამაშებთან მიმართებითაც. მამა ლევან, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვეწვიეთ კიდევ ერთხელ, ეს ჩვენთვის პატივია, მადლობა რომ გვესაუბრეთ ამ საკითხზე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი, ასე ვთქვათ, ისევ ჩვენს თუნდაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ გვინდა გარკვეული ხედვები უფრო მეტად ჩამოვიყალიბოთ, დავიწმინდოთ, რომ ვიცოდეთ რა შეიძლება იყოს მაქსიმალურად სასიკეთო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს თუ არა ხვალ მაინც გავატარებთ, იმიტომ რომ სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება. მართალია, უამრავი პრობლემაა ჩვენს ირგვლივ, ეკონომიკური, სოციალური და სხვა, მაგრამ ეს ისეთ პრობლემაა, რომელიც მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას, იმიტომ რომ შეიძლება მერე შედეგები უკვე არის გამოუსწორებელი გარკვეულწილად და შეიძლება გაიზარდოს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა. დიდი მადლობა.